რუსთავში ავტომანქანა დაიწვა. ინციდენტი მეგობრობის გამზირზე დღეს დილით მოხდა. მომხდარის დეტალებზე პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი სოფო ცერცვაძე ისაუბრებს. დიახ, ინციდენტი დღეს მეგობრობის გამზირზე ავტომანქანა ნივას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან როცა მანქანას სისხლი გაუჩნდა, შიგნით არავინ იმყოფებოდა. როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რუსავის სახანძრო სამაშველო განყოფილების თანამშრომლები და საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და ცეცხლის ლოკალიზებაც მალევე მოხდა. შემოვიდა შეტყობინება ხანძრის თაობაზე. ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირზე იწოდა ავტომანქანა ნივა. ადგილზე გამოცხადა ქალაქ რუსთავის სახანძრო სამაშველოს განყოფილება, დროულად მოხდა რეაგირება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანაში დამონტაჟებული იყო თხევადი აირის აპარატურა, თუმცა გაზის ბალონი არ აფეთქებულა და თუ რამ გამოიწვია კონკრეტულად ხანძარი მანქანაში, ამას გამოძება დაადგენს. ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. პირდაპირ ეთერში სოფო ცერცვაძე საუბრობდა. მადლობა სოფო.